თუ კი ოდესმე დავგეგმავთ მთვარეზე ბაზის აშენებას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად მდებარეობს და რა მხელებია მთვარის ლავის მილები. ამბობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარი ჯუნიჩი ჰარუიამა. ჰორიზონტზე ნამდვილად მოშანს მთვარის სოფელი. მარიუსის ბორცვები შესაძლოა სულაც არ იყოს თვალწარმტაცი დანიშნულების ადგილი ამისთვის, მაგრამ მთვარის მღვიმეში ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ სხვა ალტერნატიული ადგილების რისკებს. იმისთვის, რათა შესამჩნევი იყოს მარიუსის ბორცვების ლავის მილი, საჭიროა სიგრძეში აღწევდეს რამდენიმე კილომეტრს. სიმაღლესა და სიგანეში კი სულ მცირე 1 კილომეტრს. იმის მიუხედავად, რომ ეს დეტალები საკმარისი არაა გიგანტური ფარდების მიღმა არსებული სივრცის მოდელირების დასაწყებად. ნამდვილად იმედის მომცემი თავშესაფარია მოზრდილი კოლონიის დასაარსებლად. მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს მაქსიმუმ 3 დღე აქვთ გატარებული. იმისთვის, რათა მთვარის ბაზაზე უფრო დიდხანს გაჩერება იყოს შესაძლებელი. ცხოვრებებს ესაჭიროებათ თავი დაიცვან პლაზმის აჩქარებული ნაწილაკებისა და ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადებისგან. კლდოვანი სახურავი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს დნმ-ის დამანგრეველი ამ ნაწილაკების ოდენობა. ამის გარდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა გეოლოგიური კვლევებისთვისაც, რაც გათხრებს მოითხოვს. როდესაც ამას შეძლებენ, მეცნიერები ახალი ტიპის ქანების, სითბოს დინებისა და მთვარის ბიძგების მონაცემების ნიმუშებს აიღებენ. ბოლო წლებში მთვარისადმი გაზრდილმა ინტერესმა ნიშნულოვნად წაახალისა კერძო კოსმოსური კომპანიები და მთვარე მათ სასურველ სამიზნედ აქცია. მთვარეზე ადამიანების გაგზავნაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებიც. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ მთვარეზე ადამიანებს კვლავ ვიხილავთ უახლოესი 10 წლის განმავლობაში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.